თუ გეგონა რომ ისტორია მხოლოდ ომები და მოსაწყენით არ იღებია, მაშინ დარჩი ვიდეოს ბოლომდე ამას ნამდვილად შეიცვლი, მეტი საინტერესო კონტენტისთვის კი გამომიწერე. მოკლედ, თუ იცოდი რომ ამერიკის პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი პროფესიონალი მოჭიდავე იყო. სანამ პოლიტიკაში წავიდოდა და პრეზიდენტი გახდებოდა, მან 300-მდე ორთაბრძოლა ჩაატარა და მხოლოდ ერთი წააგო. მისი სიმაღლის და ძალის გამო ის იმდენად დაუმარცხებელი იყო, რომ დღეს ამერიკის ჭიდაობის დიდების დარბაზშიც კია შეყვანილი. ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შოკისმოუგვრელი სასამართლო კი 897 წელს რომში გაიმართა. რომის პაპმა სტეფანე მე-6-მ თავისი წინამორბედი პაპი საფლავიდან ამოათხრევინა. დიახ, 9 თვის მკვდარს პაპის ტანსაცმელი ჩააცვეს, ტახტზე დასვეს და ოფიციალურად გაასამართლეს. დამნაშავედ ცნობის შემდეგ მას კურთხევის თითები მოაჭრეს და მდინარეში გადააგდეს. ამას ისტორიაში მკვდარი პაპის სასამართლო ეწოდება. და მესამე საინტერესო, ცივი ომის დროს 1960-იან წლებში ამერიკის დაზვერვამ 20 მილიონი დოლარი დახარჯა საიდუმლო პროექტში, რომელსაც აკუსტიკური კატა ერქვა კი. ესე ერქვა. მათ ჩვეულებრივ კატას ხელში მიკროფონი და ანტენა ჩაუმონტაჟეს, რომ საბჭოთა ჯაშუშებისთვის მოესმინა. თუმცა პირველივე მისიაზე, როცა კატა ჯაშუშებთან მიუშვეს, ის ქუჩაში გადავიდა და ტაქსმა გაიტანა. მრავალმილიონიანი პროექტი ამ დღესვე დაიხურა. რომელი ფაქტი იყო ყველაზე გიჟური, დამიწერე კომენტარებში, მეტი საინტერესო კონტენტისთვის კი გამომიწერე.